დიალიზის სერვისი ამოქმედდა წნორში ის ადგილობრივ ბენეფიციარებს მომსახურება ცენტრი ყოველდღურად 16 პაციენტს მიიღავს. მუნიციპალიტეტში ჯამურად სერვისით 32 ბენეფიციარი ისარგებლებს. ახლად გახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა კერძო სექტორთან იმისთვის, რომ დიალიზის ცენტრი სხვა რეგიონებშიც ამოქმედდეს. მოქალაქეებს დიალიზის სერვისს 50 სამედიცინო დაწესებულება აწვდის. ჰემოდიალიზის მომსახურებით კი 3000-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს. გაიხსნა დიალიზის აბსოლუტურად თანამედროვე ცენტრი, თანამედროვე აღჭურვილი საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე აპარატურით და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, საუკეთესო პერსონალით დაკომპლექტებული. პრაქტიკულად ის რისთვისაც ადამიანებს ხელმისაწვდომობისთვის ჰქონდათ დაბრკოლებები ამ დრომდე, ეს პრაქტიკულად სრულად მოხსნილია. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არის, რაზეც აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. დღევანდელი დღის შედეგი ზუსტად ეს არის. აქტიური ჩართულობით ჯანდაცვის სამინისტროს და თავისთავად ცხადია მუნიციპალიტეტის შესაძლებელი გახდა, რომ დიალიზის ცენტრი გახსნილიყო, რის მიხედვითაც ფაქტობრივად ძალიან ბევრი პაციენტის მოთხოვნა და დიდი ხნის სურვილი დაკმაყოფილდა. 7 წელია გურჯაანში დავდივარ, ყოველ მეორე დღეს მივდივარ და ჩემთვის ძალიან დიდი ის არის შეღავათი, რომ ამ ადგილზევე მივიღო დიალიზი.